ჩემთვის, სხვებისთვისაც საერთოდ უჩვეულო ახლა რასაც ვაკეთებ. უბრალოდ სხვა გზა არ დამიტოვეს. ეს არის, რომ სხვა გზა აღარ მაქვს, რომ აქ უნდა ვიდგე. იმ ტიპის შიმშილობა, რაც მან აირჩია, არის ძალიან საშიში ჯანმრთელობისთვის. იმ ფონზე, როდესაც მას აქვს გარკვეული ქრონიკული დაავადებები და ვიცი, რომ ექიმებთან კონსულტაციით რა შეიძლება შეუქცევადი პროცესები მივიღოთ. ამაზე ძალიან ვშფოთავ. ზია არის ძალიან პრინციპული ადამიანი და ვიცი, ახლა მისი ხასიათიდან გამომდინარე, ძალიან ბევრჯერ მთხოვეს, რომ მომეწოდებინა, რომ შეეწყვიტა ეს შიმშილობა და ყოველთვის პოულობდი ისეთ სიტყვებს, რომ ეს არ ყოფილიყო მოწოდება. ზია უნდა გადარჩეს, ზია უნდა დაუბრუნდეს თავის პროფესიას აუცილებლად, იმიტომ რომ ძალიან ღირებულ რამეს ქმნიდა. ძალიან გაჭირდა ამ ქვეყანაში მიუკერძოებელი გარკვეული ჯგუფების ინტერესებისგან დაცლილი მედიის შექმნა. სამწუხაროდ საზოგადოებრივმა მაუწყებელმაც ვერ შეძლო ეს ამ ქვეყანაში და ჩვენ ვფიქრობ, რომ ეს მოვახერხეთ, ეს ძალიან დიდ ძალისხმევად, ძალიან დიდ ნერვებად, ძალიან ბევრ შრომად დაგვიჯდა. თუ ამის შემოქმედი, ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი ამას შეეწირება, იმიტომ რომ ასეთი მედია შექმნა ქვეყანაში. მაშინ უკვე ჩემთვის მნიშვნელობა აღარ ექნება ამ პროფესიას. ეს პროფესია დაკარგავს თავის არსს, რისთვისაც მე ამ პროფესიაში მოვედი. ყველა რეჟიმის დროს უამრავი თავგადასავალი გქონდა ბრჭყალებში, სხვადასხვა ტიპის აგრესია, ძალადობა, თავდასხმა, ყველაფერი გქონდა, ყველაფერი გამოვცადეთ ჩვენ როგორც გამოცემამ და არასოდეს არ გავსულვართ ამ პროცესში კითხვის დასმის რეჟიმიდან. მე ხა აქტივისტი ვარ, ხო, გამოვედი და კითხვებს კი არ ვსვამ, კითხვებს პასუხობ. ანუ არა ვარ ჟურნალისტი, ხო? რატომ? ეს ყველაფერი დაიწყო რუსული კანონით, როცა ჩაგვარტყეს თავში და გვითხრეს, რომ თქვენ ხართ უცხო ქვეყნის ინტერესების გამტარი ერთი, მეორე, თქვენ თვითონ უნდა თქვათ, რომ უცხო ქვეყნის ინტერესების გამტარი ხართ. ჩვენი განაცხადი იყო ეს, რომ ჩვენ ამ კანონს არ დავემორჩილებოდით. ვერ ჩერდები. ძალიან ბევრი იდეა მოძრაობს თავში. არ ჩერდება, ტვინი არ ისმენებს. მოდის მათ შორის რადიკალური იდეებიც. მაგრამ ვფიქრობ, რომ რადიკალიზმი მაინც გააფუჭებს, ყველაფერს გააფუჭებს. ამიტომ უნდა ამ ტრავმებს, ამ ძალადობას, ამ დამცირებას უნდა გაუძლოთ. თუ გინდა რომ გადავრჩეთ ჩვენ როგორც ინდივიდები და გადავარჩინოთ როგორც ქვეყანა. ძალიან რთულია რა თქმა უნდა ეს ყველაფერი. მაგრამ ეს უნდა შევძლოთ.